Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვსაუბრობთ გარემოს დაცვის საკითხებზე. ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ ყოველ სამშაბათს ეს არის ტრადიციული რუბრიკა ჩვენს ეთერში, რომელსაც ვამზადებთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და ვსაუბრობთ აქტუალურ საკითხებზე და განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ჩვენს ჯანმრთელობასთან, ასე ვთქვათ. დღევანდელი თემა არის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის მნიშვნელობა. თუ რა სისტემით მუშაობს ზედამხედველობითი სამსახური და განსაკუთრებით გვაინტერესებს ორი მნიშვნელოვანი მიმართულება. ერთი ეს არის უკანონო ტყით სარგებლობა და მეორე გახლავთ ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ჰაერის დაბინძურების პრევენცია. ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ კავშირშია, როგორც უკვე გითხარით ჩვენს ჯანმრთელობასთან, თუ რას ვსუნთქავთ, რა დონეზეა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ნიშნული და რა ღონისძიებები არის ყველაზე ეფექტური დაბინძურების პრევენციისთვის. ამ თემაზე ჩვენ ეთერში რეპორტაჟიც გვექნება, რომელიც გვაჩვენებს თუ როგორ მიმდინარეობს რეალურ რეჟიმში კონტროლი გზებზე. თუმცა სანამ რეპორტაჟს ვნახავთ, მანამდე საუბარი უნდა დავიწყოთ ჩვენ სტუმართან ერთად. წარმოგიდგენთ სტუმარს ტარიელ ირემაძე, გახლავთ გარემოს დაცვითი ზედამხედველობითი დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ახლა შესავალში ვამბობდი თუ რას ვსუნთქავთ და აი გამონაბოლქვის შემთხვევაში თვალხილულადაც ჩანს თუ რა რაოდენობის გამონაბოლქვი შეიძლება დატოვოს მანქანამ, დიდმა საწარმომ თუ სხვადასხვა დაწესებულებამ, რომელიც პოტენციურად არის ჰაერის დამაბინძურებელი. და საინტერესო არის თქვენი მუშაობის შედეგები. 2 წელია თქვენ 4 დიდ ქალაქში მუშაობთ ამ მიმართულებით. ეს არის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. რა ხდება მაშინ, როდესაც თვალხილულად ჩანს, რომ ავტომობილი თუ დიდი საწარმო გამოყოფს დიდ გამონაბოლქვს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ ინტერესდებით აქტიურად არსებული თემებით მივესალმები ასევე თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას და ზოგადად ატმოსფერული ჰაერის ხარისხს საქართველოში, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემა, რომელიც მინდა გითხრათ, რომ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დღესაც. რაც შეეხება უშუალოდ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის როლს, თქვენ ახსენეთ სწორად, რომ 2 წლის წინ დაიწყო კონტროლი გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვისა. აღნიშნული კონტროლი გახდა საჭირო გამომდინარე იქედან, რომ კონკრეტულ ესე თქვათ არაკეთილსინდესიერ ქცევებს ჰქონდა ხშირ შემთხვევაში ადგილი, როგორც მძღოლებისგან, ასევე სხვადასხვა ავტომესაკუთრეებისგან. რა იგულისხმება? აქ იგულისხმება ის, რომ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებები თქვენ მოგეხსენებათ, რომ უკვე წლებია საქართველოში ტექინსპექტირების ცენტრებში ავტომობილის ესე თქვა ტექდათვალიერების გავლა სავალდებულოა და სავალდებულოა და გადაცდობის შემთხვევაში ჯარიმაც არის, თუ ტექინსპექტირებას ვერ გავლა. და კონკრეტულ ესე თქვა ავტომობილებს ამ შემთხვევაში და ეს ეხებოდა თითქმის ყველა ავტომობილს გადიოდა ტექინსპექტირებას აღნიშნული ესე თქვა სხვადასხვა კლასის და სხვადასხვა ტიპის ავტომობილები. ისინი იღებდნენ 1 წლიან ან 2 წლიან ესე თქვა ვადას იმისა, რომ ემოძრავათ ქალაქში, გადაადგილებულიყვნენ უპრობლემოდ, მათ შორის გამონაბოლქვის სისტემის გამართულობიდან გამომდინარე. თუმცა იყო გარკვეული ესე თქვა მომენტები, როდესაც კონკრეტული მოქალაქეები ამზადებდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს კონკრეტული ტექინსპექტირების დღისთვის, იყენებდნენ გარკვეულ ხსნარებს, მათ შორის რომ გამონაბოლქვის სისტემა მოსულიყო მწყობში, ეს მოკლევადიან პერსპექტივაში აძლევდათ მათ შედეგს, რომ პრობლემა მოგვარებულიყო გულისხმობ გამონაბოლქვის სისტემის და მიიღოთ ის 1 წლიანი ან 2 წლიანი ესე თქვა პრაქტიკა, რომ გადაადგილებულიყვნენ უჯარიმოდ გზებზე. თუმცა შემდგომ იყო გარკვეული პრობლემები და ეს ავტომობილები კონტროლს მიღმა რჩებოდნენ. სწორედ საქართველოს მთავრობის ინიციატივით აქ ჩართული იყო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტთან ერთად მიღებული იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება, შევიდა კანონში შესაბამისი ცვლილებები და 2023 წლის 4 სექტემბრიდან გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაიწყო საკმაოდ აქტიურად აი ამ 4 ქალაქში, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, დედაქალაქი თბილისი, რუსთავი, ქალაქი ქუთაისი და ბათუმი, დაიწყო გზებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლი. ძირითადად რა მოიაზრება აქ? პატრულების ეკიპაჟები დაკომპლექტდნენ ჩვენ ეს დეპარტამენტის მხრიდან. აქ არის სპეციალურად გადამზადებული სტაფი, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. აქვს შესაბამისი ესე თქვა გამზომი ტიპის ხელსაწყოები, რომელიც სტაციონარულად არის ჩამონტაჟებული ავტომანქანებში, როდესაც გადაადგილება ხდება ქალაქებში, პატრულების ეკიპაჟს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტისა უჩნდება მაშინვე ვალდებულება, როდესაც ის დაინახავს ხილულად კონკრეტული ავტომობილიდან ხილულ გამონაბოლქვს, სპეციალური წესით ჩერდება ავტომობილი, განემარტება საკუთარი უფლებები, ხდება მაშინვე გამზომი ტიპის ხელსაწყოებით, რომელიც არის ევროპული ტიპის და დადასტურებული ესე თქვა სხვადასხვა სერტიფიკატებით და ცდომილების დონე თითქმის 0-ია, გულისხმობთ გამზომი ხელსაწყოების, სხვადასხვა ნივთიერებებზე მოწვდება ავტომობილები, აქვს საუბარი გვაქვს ორი ტიპის ესე თქვა როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავენ ავტომობილებზე,
იმიტომ რომ ორივე ტიპის ავტომობილებს ვამოწმებთ. აი ამ პროცესს ჩვენ აუცილებლად ნახავთ რეპორტაჟში სულ რამდენიმე წუთში, მაგრამ მანამდე ერთ შეკითხვას დავსვამ. 5,000-ზე მეტი ჯარიმა გაქვთ უკვე გამოწერილი. ძირითადად ამ ტიპის დარღვევებზე არის ჯარიმა, რო ვთქვათ, მოიტყუეს ავტოტეკ დათვალიერების დროს და შემდეგ უკვე წლის განმავლობაში იარეს არაკათილსინდისიერად. ამ მიმართულების ჯარიმები არის თუ არა და ასევე მაინტერესებს რამდენად მუშაობს ჯარიმის შიში და ჯარიმის გამოწერა და უფრო გამკაცრება ხო არ არის საჭირო? საკმაოდ საინტერესო კითხვაა. გეტყვით, როდესაც ჩერდება კონკრეტული ავტომობილი, ამ შემთხვევაში ფიზიკურ პირზე დარღვევის შემთხვევაში გამოიწერება 100 ლარიანი საჯარიმო სანქცია. თუ ესე ვთქვათ, საჯარიმო სანქციის ოდენობებზე გადავართ. იურიდიული პირების ან კომპანიების ან შეფასების მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განსხვავებული საჯარიმო სანქციები გახლავთ. ეს არის 500 ლარიანი საჯარიმო სანქცია. რაც შეეხება თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, გამკაცრების თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები აი ამ 2 წლის განმავლობაშიც გადაიდგა. მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად 2023 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული პროექტი, ეს ხო გარკვეულწილად საპილოტე ვერსია, ვარიანტი. ჩვენ წლის ბოლომდე, 2023 წლის ბოლომდე, აი ამ სტატისტიკის საფუძველზე დეპარტამენტმა, მათ შორის სამინისტრომაც გააკეთა შესაბამისი მეთოდოლოგიური ანალიზი, ციფრობრივი და აღმოვაჩინეთ გარკვეულწილად როგორც ჩავარდნები, ასევე კონკრეტული მიღწევები და ამ ანალიზის და ინფორმაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტულ, ესე ვთქვათ, ქალაქებში ეკიპაჟების დამატება, კონკრეტული აღჭურვილობის გადაიარაღება, განახლება და მათ შორის შესაბამისი ადამიანური რესურსის გაზრდა იმისთვის, რომ კონკრეტულ ქალაქებში მოგვეცვა მეტი ლოკაცია და ავტომობილები რაოდენობრივად უფრო მეტი შემოწმებული იყვნენ და ესეც მოხდა, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ 5,000 საჯარიმო სანქცია, რომელიც არის 2025 წლის მონაცემი, თუმცა მე ანუ ერთ წელიწადში 5,000 დარღვევა და არასრული ერთი წელიწადი, თუმცა მე გეტყვით, რომ 2023 წლიდან დღემდე დაახლოებით 15,000-ზე მეტი საჯარიმო სანქცია არის აქ გამოწერილი. ეს არ ეხება მხოლოდ სუბუქ ავტომობილებს, აქ შედის როგორც სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები, მაღალი გამოდობის ავტომობილები და ასე შემდეგ. ყველა ტიპის ავტომობილები, რომელიც აღნიშნულ 4 ქალაქში გადაადგება. აი ძალიან საინტერესოა, პრაქტიკულად და რეალურად როგორ ხდება კონტროლი გზაზე. ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ გვაქვს რეპორტაჟი მომზადებული, რომელიც ქეთევან ბუდაღაშვილმა გადაიღო და ის ახლა პრაქტიკულად გვაჩვენებს დილიდან როგორ გადის სამორიგეო ბრიგადა, ასე ვთქვათ, გზებზე და როგორ ხდება ამ კონტროლის შემოწმების ყველა ეტაპი. ნახოთ ჩვენი რეპორტაჟი ეთერში. დილიდანვე ვიწყებთ სამუშაო პროცესს და ქალაქის მასშტაბით დავიწყებთ მონიტორინგს. ყოველ დილით 10-ის ნახევარზე ეკიპაჟები იწყებენ მოძრაობას. მონიტორინგი ხორციელდება ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. ყველა ეკიპაჟს განაწილებული აქვს მისთვის განსაზღვრული სამოძრაო ტერიტორია და ხდება იმ ავტომანქანების გაჩერება, რომლებსაც აღენიშნება ხილული მოჭარბებული კვამლიანობა. ავტომანქანებში დამონტაჟებულია სტაციონარულად აპარატურა, რომლის მეშვეობითაც ხდება CO-ს გაზომვა. გააჩერე ავტომანქანა. იმ შემთხვევაში, თუ რეგლამენტით დაშვებულ ნორმას ცდება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჯარიმდება პირველ ჯერზე 100 ლარიანი სანქციით. მას ეძლევა 15 დღიანი გამოსასწორებელი ვადა. ხოლო თუ მე-16 დღეს ავტომანქანა გაჩერებული იქნება და კვლავ გაუმართვა მდგომარეობაში იქნება ავტომანქანა, შემდეგ უკვე ჯარიმა შეადგენს 300 ლარს. და თუ იმ პერიოდშიც ვერ მოახდინა ავტომანქანის გამართვა, უკვე 600 ლარიანი სანქციით დაჯარიმდება. მძღოლს შეუძლია 2 საათის განმავლობაში მოახდინოს გასაჩივრება, რაც შეეხება ჯარიმას 30 კალენდარული დღე აქვს ჯარიმის გადასახდელად. იურიდიული პირის შემთხვევაში უკვე სხვანაირად არის. პირველ შემთხვევაში იურიდიულ პირს ჯარიმის სახით ეკისრება 500 ლარის ოდენობა, მეორე შემთხვევაზე 1500 ლარია, მესამე შემთხვევაში იურიდიული პირი დაჯარიმდება 3000 ლარის ოდენობით. მოგესალმებით, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან ვართ. გამონაბოლქვი ვაწარმოებთ მონიტორინგს, თქვენ ავტომობილს აღენიშნება ხილული დაკვამლიანება, თქვენი საბუთებით თუ შეიძლება. ავტომანქანას ვამოწევთ CO-ზე, აქ გვაქვს CO-ს მაჩვენებელი და ტემპერატურის მაჩვენებელი, მოწმება 3 განზომილებით დატვირთულ ბრუნზე, თავისუფალ ბრუნზე და გამოაქვს საერთო კოეფიციენტი CO-ს. საიდანაც ვიგებთ, აქვს თუ არა ავტომანქანას CO. ავტომანქანას აღენიშნებათ CO-ს გარდაჭარბებული რაოდენობა,
აღნიშნული ავტომანქანის მძღოლი დაჯარიმდა 100 ლარის ოდენობით, რადგან პირველად იქნა მძღოლი შეჩერებული და დაჯარიმებული, მას მიეცემა 15 დღიანი გამოსასწორებელი ვადა. გაგემშვიდობებით, კარგად გზარდებოდეთ. მიმდინარე 2025 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5000-ზე მეტი ფაქტი იქნა გამოვლენილი. ბოლო პერიოდში გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის კონტროლის ეფექტიანობის გაზრდისთვის. ასევე აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება. მადლობა ქეთევან ბუდაღაშვილს, პრაქტიკულად რომ გვაჩვენა თუ როგორ მიმდინარეობს გზებზე კონტროლი და აი ხო ვფიქრობდი მე როგორც მძღოლიც ამ შემთხვევაში ხო ნელ-ნელა ყალიბდება რაღაცნაირად კულტურა მძღოლებში იმის რომ ვიდეო ჯარიმის გათვალისწინება ხდება, გზაზე დარღვევა, წითელზე გაჩერება ხო, ზებრაზე გადაშვება ადამიანის და უამრავი რაღაც არის. აი ასე თუ შეიძლება ჩაჯდეს რაღაცნაირად ადამიანის კულტურის ნაწილში გამონაბოლქვზე მანქანის როგორც შემოწმება, ასევე სწორი მიმართულებით მუშაობა და არა მოტყუება ავტოტექ დათვალიერებისა. თუნდაც ეს ჯარიმები ხო არ დანერგავს ასე ვთქვათ ამ კულტურას. ნამდვილად სწორი აქცენტია, აქ უნდა ვთქვათ და ხაზგასმით აღნიშნოთ ის, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თვითმიზანს არ წარმოადგენს ადამიანების დაჯარიმება. აქ საუბარი გვაქვს ქალაქებში გამონაბოლქვის არარსებობაზე, მინიმიზაციაზე და ატმოსფერულ ჰაერის გაჯანსაღებაზე. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით მუშაობთ აქ. საინფორმაციო თვალსაზრისით გულისხმობ, როდესაც ჩვენ 2023 წელს დავიწყეთ ეს კონტროლი, ძალიან ბევრი ავტომობილი ვიზუალურად, ხილულად გადაადგილდებოდა ქალაქებში, სადაც ხედავდით, რომ ეს პრობლემა რეალურად იდგა და ხილულად იყო. ნამდვილად და სოციალურ ქსელში მათ შორის ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ინფორმაცია ვრცელდებოდა ამასთან დაკავშირებით. დღეს უკვე თუ გადაავლებთ თვალს თქვენ ქალაქებში, სადაც კონტროლი მიმდინარეობს, განსაკუთრებით ეს ვთქვათ ისეთ ლოკაციებში, ცენტრალურ უბნებში, მათ შორის და არა მარტო, ნახავთ რომ ესეთი ტიპის ავტომობილები ვიზუალურად ძალიან შემცირებულია და მათ შორის საზოგადოებრივი მხარდაჭერა, აი აღნიშნულ ეს ვთქვათ რეფორმას და კონტროლს ნამდვილად აქვს და ნელ-ნელა საერთაშორისო შეცვალა კი ბატონო და ამ კუთხით საინფორმაციო კამპანიებიც მიმდინარეობს. დიახ და აქ კიდე მნიშვნელოვანია ის თუ რა საწვავზე მუშაობს ტრანსპორტი, რა საწვავი შემოდის დღეს საქართველოში. ამის კონტროლი როგორ ხდება? ბენზინი იქნება ეს თუ დიზელი, თუ არის ყველა საწვავი რაც ხელმისაწვდომია ნორმებში და ვთქვათ სტანდარტებში თუ არ მაყოფილებს. საინტერესო კითხვაა, ესეც ნამდვილად გამომდინარე იქიდან, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენცია მათ შორის არის ბენზოგასამართ სადგურებზე საწვავის, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის სინჯების აღება და ნორმების, ესე ვთქვათ, ლაბორატორიული კვლევა. ეს პროცესი მიმდინარეობს რეგულარულად, მათ შორის წელსაც მსგავსი, ესე ვთქვათ, ინსპექტირები და კონტროლი უკვე განხორციელებულია და გარკვეულ შედეგებს ველოდებით წლის ბოლოს. მე გეტყვით, რომ ბოლო წლების მაჩვენებლით საქართველოში საბედნიეროდ იმ ტიპის მძიმე დარღვევები, როგორც არის სხვადასხვა მძიმე ნივთიერებების, როგორც არის ტყვის შემცველობა საწვავში, არ გვაქვს. გარკვეული, ესე ვთქვათ, ტექნიკური პროცედურების დარღვევების მიღმა, სერიოზული დარღვევები ბოლო წლების მაგალითზე ამ კუთხით არ დაფიქსირებულა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ორი ძირითადი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გატარდა ბოლო წლების განმავლობაში ჰაერის გაჯანსაღების მიმართულებით, ეს იყო ერთი ევრო 5-ის ესე ვთქვათ სტანდარტის შემოტანა, რაც საქართველოს მთავრობის ინიციატივა იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში და აქ ძირითადად ამ ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდა 2013 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტი საქართველოში, რომელიც შეიზღუდა გარკვეულ ნაწილად და მეორე ეს გახლდათ ეგრეთ წოდებული კატალიზატორების ექსპორტის შეზღუდვა, რამაც გარკვეულწილად მავნე ეკონომიკური ინტერესების პრაქტიკა. კი, აქ იყო შემთხვევები, რომ ხსნიდნენ კატალიზატორს და ყიდნენ, კი. რამაც ესე ვთქვათ, გააჯანსაღა მათ შორის გამონაბოლქვის სისტემის ავტომობილებში. უნდა მოვასწროთ აუცილებლად მეორე თემაც, რომელიც არის ტყის უკანონო სარგებლობა. ამ სიტყვებში იგულისხმება ტყის უკანონო გაჩეხვა, იმიტომ რომ ეს არ არის ჩუმი პროცესი, ანუ ჩუმად და მალულად ტყეს ვერ გაჩეხავ. ანუ რამდენად მასშტაბური პროცესია და რამდენად ხშირად ფიქსირდება. აბსოლუტურად განსხვავებულ თემაზე გადავედით და ასევე მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ასევე პრიორიტეტი გახლავთ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას. აი ხა კადრებით ჩანს ეთერში, მეც მაქვს რეპორტაჟი გადაღებული სამეგრელო სვანეთის გზატკეცილზე, სადაც ეს პატრულირება ხდება და დიდ სატვირთო მანქანებს აკონტროლებენ. არა მხოლოდ დიდ სატვირთო
საერთოდ მე გადაღებული მაქვს მანქანა, სადაც თითქოს სასტრაფოს მანქანა იყო, ჩამოფარებული ფარდებით და ამ დროს გაიხსნა და შიგნით სავსე აღმოჩნდა. მაყურებელი ახლა ხედავს კადრებს, მე ვახსენე რომ ერთ-ერთ ესე თქვათ პრიორიტეტს წარმოადგენს აღნიშნული საქმიანობის ესე თქვათ არალეგალური საქმიანობის კონტროლი და ეს არის ბოლო რამდენიმე ესე თქვათ კვირაში გამოვლენილი ფაქტები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესე თქვათ მწყალებში ინოვაციური ფაქტი რომელიც ბრაკონიერებმა გამოიყენეს ეს იყო სწორედ სვანეთიდან მოძრაობდა ავტომობილი რომელიც ჩვენი ეკიპაჟების მხრიდან სპეციალურ წესით შეჩერდა სამეგრელოს ტერიტორიაზე და ბენზომზიდში მოწყობილი იყო კი ბატონო სპეციალურად სივრცე სადაც განთავსებული იყო დიდი ოდენობით ხეტყე შეჩერდა ავტომობილი ჩაუტარდა სპეციალური ინსპექტირება სპეციალურ წესით ესე თქვა დათვალიერდა აღნიშნული ფაქტი ვინაიდან სისხლსამართლის ნიშნებს შეიცავს შესაბამის ესე თქვა უწყებაში იქნა გადაგზავნილი აღნიშნული ფაქტი რაზეც გადარდება შესაბამისი ზომები მაინც რანაირად ხერხდება ის რომ მაინც აქვთ ფარული საამქროები აი ესე გადაზიდვას ახერხებენ ასეთი კონტროლის მიუხედავად ანუ რა ქსელია ესეთი ბრაკონიერების ხო პრობლემა ფიქსირდება ბოლო წლების განმავლობაში საბედნიეროდ გარემოს დაცვის დამხმარებლობის დეპარტამენტმა დანერგა არაერთი მნიშვნელოვანი ინოვაციური საზედამხედველო ტექნოლოგია როგორც არის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება და კადრებში ნახა მაყურებელმა თუ როგორ კონტროლდება სხვადასხვა ლოკაციები მიუვა ლოკაციებზე საუბარი ხდება სხვადასხვა ფოტო თუ ვიდეო მტკიცებულებების მოპოვება და პლუს ამას ხდება სხვადასხვა სპეციალური საშუალებების გამოყენება მინდა გითხრათ რომ როგორც საზედამხედველო ფუნქციები ესე თქვათ იხვეწება და ინოვაციები იქნება შემოღებული ასევე სამწუხაროდ ბრაკონიერებიც ვითარდებიან ავითარებენ საკუთარ ესე თქვათ უნარებს თუმცა ბენზომზიდი იქნება თუ სასტრაფოს მანქანა საბედნიეროდ გარემოს დაცვის დამხმარებლობის დეპარტამენტი საკმაოდ ძლიერად ყველა რეგიონში პატრულირების კუთხით არის წარმოდგენილი ყველაზე პრობლემური რეგიონი შეგვიძლია დავასახელოთ სვანეთია ეს თუ აი რომელი იმიტომ ტყით უნდა იყოს დიდარი ყველაზე მეტად რა თქმა უნდა არის ტრადიციულად რეგიონები რომელიც ტყით დიდარია და სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მაგალითად წლევანდელი თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ 1700-ზე მეტი ფაქტი აქვს უკვე გარემოს დაცვის დამხმარებლობის დეპარტამენტს გამოვლენილი რეგიონის თვალსაზრისით მინდა გითხრათ რამდენიმე რეგიონს დავასახელებდი მაგალითად კახეთის რეგიონს მაგალითად სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს ასევე მცხეთა-მთიანეთს სადაც ძირითადად ხდება ხოლმე სტატისტიკურად მაღალი გამოვლენები თუმცა მინდა გითხრათ რომ საქართველოს ყველა რეგიონში გვაქვს გამოვლენა და აქვე ხაზგასმით ბოლოს მინდა აუცილებლად აღვნიშნოთ რომ ნებისმიერი პირი იქნება ეს ფიზიკური იურიდიული რომელიც სამომავლოდ აპირებს მსგავსი არალეგალური ქმედების განხორციელებას მინდა გითხრათ რომ გარემოს დაცვის დამხმარებლობის დეპარტამენტი გაატარებს საკმაოდ მკაცრ ზომებს ამ მიმართულებით და მაქსიმალურად თავი შეიკავოს ყველა აღნიშნული ქმედების განხორციელებისგან სტატისტიკასაც შეეხება გაუმჯობესება იგრძნობა მონაცემებში იმიტომ რომ 2021 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ შარშანდელ 2024 წლის მონაცემებს 59%-ით არის შემცირებული ბრაკონიერობა ამ მიმართულებით ტყის გაჩეხვის კუთხით ანუ რეალურად ჩანს რომ უკეთესობისკენ მიდის საქმე თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ არის და რჩება ეს არის მიმდინარე ესე თქვათ საკითხი რომელიც მოგეხსენებათ გარკვეული ტიპის არალეგალურ ქმედებებს გარემოს დაცვის თვალსაზრისით გულისხმობ არ აქვს ამოწურვის და 0%-ზე დაყვანის ესე თქვათ რესურსი ეს არის ბუნებრივი პროცესი თქვენ ახსენეთ შემცირების ესე თქვათ კოეფიციენტი რაც სწორედ ანალიტიკიდან გამომდინარე რომელიც ჩვენ გავაკეთეთ არის გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ბოლო წლებში მაქსიმალურად გავაძლიერეთ საზედამხედველო საშუალებები სხვადასხვა ტექნოლოგიებიდან გამომდინარე რამაც გამოვლენის ციფრი აწია გასაგებია თუმცა მინდა გითხრათ რომ ბრაკონიერები ერიდებიან აი ამ ლოკაციებზე გადაადგილებას და მათ შორის თქვენ ახსენეთ დასაწყისში რას ნიშნავს ხეტყის ესე თქვათ უკანონმდებლობა ხეტყის უკანონმდებლობა როგორც გაჩეხვას ნიშნავს ასევე უკანონო ტრანსპორტირებას და შემდგომ უკანონო სახერხსაამქროში ამ ესე თქვათ პროდუქტის გადამუშავებას და ასევე ადამიანებს შეგვიძლია სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და შემთხვევაში დავრეკოთ ცხელ ხაზზე რომლის ნომერი არის 153 და ჩვენ შევუწყოთ ხელი ბრაკონიერების შესუსტებას დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენი სტუმარი გახლდათ ტარიელ ირემაძე ზედამხედველობის სამსახურიდან საუბრობდით გარემოს დაცვის თემებზე მადლობა სტუმრობისთვის დღევანდელი იმედის დღე ამით დასრულებულია ერთმანეთს შევხვდებით ხვალ პირველის ნახევარზე იმედის დღის სტუდიაში მადლობა ყურადღებისთვის ხვალამდე